აგრარულ უნივერსიტეტს დახურვა ემუქრება ავტორიზაციის საბჭოს სხდომა წუხელ 5 საათამდე გაგრძელდა საბჭოს წევრებმა სპეციალური კომისიის დასკვნა განიხილეს, რომელშიც უნივერსიტეტში აღმოჩენილ დარღვევებზე იყო საუბარი. ხმაურიანის სხდომა ღია იყო და მას ჟურნალისტებთან ერთად სტუდენტებიც ესწრებოდნენ. ვინ არის მომხრე, რომ საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს გაუუქმდეს ავტორიზაცია? გთხოვთ ხელისაწევით დაადასტუროთ, თუ მხარს უჭერთ თქვენ ამ გადაწყვეტილებას. წინააღმდეგი ვინ არის? 6 მომხრითა და 1 მოწინააღმდეგით აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ღია კენჭისყრით მიიღეს. დაახლოებით 80 გვერდიან დასკვნას საბჭოს წევრები დაინტერესებულ მხარეებთან ერთად თითქმის 10 საათის განმავლობაში განიხილავდნენ, თუმცა გადაწყვეტილება ერთსულოვანი არ ყოფილა. მონიტორინგის დასკვნაში ასახული სტანდარტების დარღვევიდან 3 სტანდარტია შეგახსენებთ, ეს არის აკადემიური პერსონალის სტანდარტი, საგანმანათლებლო პროგრამების სტანდარტი და მატერიალურ-ტექნიკური რესურსის სტანდარტი. დარღვეულია ერთ-ერთი მაინც, ან ერთ-ერთი ინდიკატორი, მაშინ საბჭო როგორც წესი იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზაციის გაუქმების შესახებ. საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს გაუქმდა ავტორიზაცია. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევა სასწავლო წლის დასრულებიდან, სტუდენტები წლის ბოლომდე შეძლებენ სწავლის გაგრძელებას. 10 საათიანი განხილვა სტუდენტების აქციის ფონზე მიმდინარეობდა. ავტორიზაციის საკითხის განხილვას დილის 5 საათამდე ესწრებოდა მათი უმეტესობაც. სტუდენტები თვლიან, რომ მიღებული გადაწყვეტილება აბსურდულია. ბრავო! ოჩა, ადი ბატა. მეოთხე კურსელებს გვამთავრებინებენ, მაგრამ სხვა ბავშვები, რომლებიც იბრძოდნენ ჩვენ გვერდით, დარჩნენ გარეთ. ფაქტიურად ეგრე გამოდის თუ არ აღუდგა უნივერსიტეტს ავტორიზაცია. მე ვთქვი, რომ სრული აბსურდია, როდესაც 4 კაცი წყვეტს ამდენი სტუდენტის ბედს. ესწრებოდი მთლიანად, იყო არაობიექტური, იმიტომ რომ ის ხარვეზები, რაც წარმოდგენილი იყო, რეალურად უმეტესობა ხარვეზებისა გამოსწორებული იყო და ის ხარვეზები, რომელიც დარჩენილი იყო, მათ ამის საფუძველზე არანაირი უფლება არ ჰქონდათ 3000 სტუდენტისთვის შეეწყვეტათ ავტორიზაცია და ეს სტუდენტები დაეტოვებინათ გარეთ. ჩამონათვალში რამდენიმე დარღვევაა დაფიქსირებული. მათ შორის საუბარია დაწესებულების ბიბლიოთეკაში სილაბუსში მითითებული წიგნების ნაკლებობაზე, პროფესორების დანიშვნის ცალკეულ შემთხვევებზე და სხვა დეტალებზე, რომელსაც კომისია აგრარულ უნივერსიტეტში 3 იანვრიდან სწავლობდა. კომისიის საქმიანობასაც და მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან სასწავლებლის ხელმძღვანელები, რომლებიც სულ სხვა მოტივებზე საუბრობენ. ძალიან სამწუხაროა, რომ საბჭომ არ მიიღო მხედველობაში რეალური გარემოებები იმის თაობაზე, რომ აგრარულ უნივერსიტეტში მიცემული განათლება შესაბამება ხარისხის ყველა მოთხოვნებს. მან საბაბად გამოიყენა რა ის ტექნიკური ხარვეზები თუ ტექნიკური უზუსტობები და ამ საბაბად საბჭომ გაუქმა უნივერსიტეტის ავტორიზაცია. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ბუნებრივია გავასაჩივრებთ, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ეხმება მთლიან პოლიტიკურ мотивაციას. ეს არის უხარისხო მუშაობის შედეგი კომისიის, იმიტომ რომ უბრალოდ ვერ გამოიკვლია საქმე მთლიანად, ეს ერთი. მეორე, მდგომარეობს იმაში, რომ ის შენიშვნები, რომლებიც მართლა შეიძლება საყანებული იყოს, ეს რაღაც ასე იყო და ასე არ იყო გაკეთებული. ეს შენიშვნებს განათლების ხარისხთან არ აქვს არავითარი კავშირი. კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით მიმდინარე სემესტრის განმავლობაში სწავლა აგრარულ უნივერსიტეტში ჩვეულებრივად გაგრძელდება. სასწავლებლის ადმინისტრაციას შესაძლებლობა მიეცემა ავტორიზაციაზე განაცხადი ხელახლა წარადგინოს. ცნობილია, რომ გამთენიისას დასრულებული სხდომის შედეგები საქალაქო სასამართლოში გასაჩივრდება. უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერების გადაწყვეტილება დღეს დილიდან მსჯელობის და კამათის საგანია. ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები ეხმაურებიან. სპეციალური განცხადება უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე პრეზიდენტმაც გაავრცელა. თეონაც ხომელიძე ჩაგვერთვება დეტალებით პირდაპირ ეთერში. დიახ, პატა, დღეს დილით მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი დამოკიდებულება აგრარული უნივერსიტეტის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დააფიქსირა Facebook-ის გვერდზე. წერილში ვკითხულობთ, ხელისუფლება საქართველოს ყველაზე თანამედროვე და პროგრესული უნივერსიტეტის დახურვას ცდილობს, ამით დარტყმას აყენებს საქართველოს მომავალს. სრულიად ნათელია, რომ ეს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უსამართლოა ყველასთვის, ვისაც ობიექტურობის ნატამალი მაინც შერჩენია. მოუწოდებ მთავრობას გადახედოს პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც შესაძლოა კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანოს.
როგორც უკვე გითხარით, მიხეილ სააკაშვილი დღეს დილით გამოეხმაურა აგრარულ უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს. ამ წუთებში კი პრაიმ ტაიმის პრეს-კლუბში ბრიფინგს მართავენ აგრარული უნივერსიტეტის იურისტები, რომლებიც დეტალურად საუბრობენ იმაზე, თუ რა მოხდა გუშინ. ისინი ამბობენ, რომ გადაწყვეტილება იყო უსამართლო და აუცილებლად აგრარული უნივერსიტეტი საკუთარი სიმართლის დამტკიცებას სასამართლოში შეეცდება. საქართველოს განათლების სამინისტროს ავტორიზაციის ცენტრმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება საქართველოს რეალობაში. მან ავტორიზაციის უფლება ჩამოართვა, ანუ ავტორიზაცია გააუქმა საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო უნივერსიტეტს, აგრარულ უნივერსიტეტს და ეს გააკეთა აბსოლუტურად ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. მე ისიც კი არ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის არასამართლიანი გადაწყვეტილება, მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის არასამართლებრივი გადაწყვეტილება, ეს არის ყოველგვარი ჩარჩოდან გამოსული სამართლის მოთხოვნებიდან. ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. დღეს აგრარულ უნივერსიტეტთან დაკავშირებით კომენტარები გააკეთეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა, როგორც უმცირესობა, ასევე უმრავლესობა საუბრობს ამ საკითხზე. შესაძლებელია, რომ პარლამენტის განათლების საკითხთა კომიტეტი დაინტერესდეს მოვლენებით. ამ დღების განმავლობაში ვცდილობდი დისტანცია გამიკავებინა ამ პრობლემასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ განათლების სფეროს ზედმეტი პოლიტიზირება არ არის დადებითი მოვლენა. დღესაც ვფიქრობ, რომ მე უნდა მივიდე იქა აგრარულში, გავერკვიო რა პრობლემებია, მაგრამ წინასწარი შეფასებით პრობლემა არის უკვე შემაშფოთებელი, იმიტომ რომ ხედავთ პოლიტიკის ნიშნებს. აკრედიტაციის დეპარტამენტი განათლების სამინისტრო ბუნებრივია საკითხი შესწავლილი აქვს და ბუნებრივია მათ ექნება რაღაც გარკვეული მიზეზი იმისა, რომ შეჩერებული იყო აკრედიტაცია. მე ვერ გეტყვით, ვერ შევაფასებ, იმიტომ რომ ეს არის მათი გადაწყვეტილება. ეს არის ის კომენტარები, რომელიც დილიდან გაკეთდა ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, აგრარულ უნივერსიტეტთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიც გამოეხმაურება.